თემით ინტერნეტი უსაფრთხო სივრცე დამეთანხმები გიორგი რომ ასე არც არასდროს არ ყოფილა, თუმცა დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენი ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე წარმოუდგენელია, კიბერშეტევების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. Როგორ უნდა განვასხვაოთ გამოგზავნილი ინფორმაცია რეალურია თუ შეიძლება ვიღაც ჩვენს პირად მონაცემებზე წვდომას ცდილობდეს. ვიცით რომ არ უნდა გადავიდეთ სხვადასხვა ბმულზე, მაგრამ შესაძლებელია ნაცნობი ადამიანისგან მივიღოთ შეტყობინება და რეალურად ეს აღმოჩნდეს ბმული, რომლის გახსნის შემთხვევაშიც ჩვენს პირად ინფორმაციას მოიპოვებენ. შემოგვერთა ლაშა პატარაია, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, რომელთან ერთადაც ახლა გავაკეთებთ. Როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერშემოტევებისგან. დილომშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. როდესაც ვმუშაობდით თემაზე, გავეცანით სხვადასხვა ადამიანების პრობლემებს ამასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ადამიანი ერთ-ერთ ჯგუფში ასეთ რამეს წერდა ლაშა. მოდი პირდაპირ პრაქტიკული რჩევებით დავიწყოთ. მივიღე SMS-ი და SMS-ის მიღების შემდგომ ჩემი ანგარიშები ხვის ანგარიშზე გადაიტანეს. როგორ შეიძლება განვასხვაოთ რეალურად ეს SMS-ი იმისგან, იქნება ეს ჩვენთვის საზიანო თუ უბრალოდ რაიმე ინფორმაციის შემცველი, რომელიც ეს ჩვენ გამოგვაქვს? კარგით, ვიცი რომ შემგან ხშირად ელოდებიან ხოლმე რჩევებს, როგორ დავიცვათ თავი და კონკრეტული შეტევების დროს, როგორ ამოვიცნოთ რაღაც საფრთხე, მაგრამ იმედი უნდა გაგიცხროთ, იმიტომ რომ რეალური დაცვის რეკომენდაციები ხშირად უკვე ვალიდური აღარ არის ხოლმე. შეიძლება რაღაც რასაც დღეს შევთანხმდებით, ის ხვალ გადაფაროს ახალმა საფრთხემ და აღარ იყოს ვალიდური. იმიტომ რომ ეს არის რაღაც ერთგვარი ვირთხების ჟბოლა, სადაც ერთი მხარე ყოველთვის უსწრებს მეორეს და ხან უსაფრთხოებაა წინ, ხან მეორე მხარე. ამ შემთხვევაში უსაფრთხოება ჩამორჩება. ხო, ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, პირველი უნდა ვაღიაროთ და გავაცნობიეროთ ის, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ გავხდეხენ. და ეს ჩემი სიტყვები არ არის. FBI-ის კიბერუსაფრთხოების დივიზიის ხელმძღვანელობის წინ თქვა ეგეთი სკანდალური განაცხადი და თქვა რომ კიბერუსაფრთხოებაშიც კი არ არსებობს არანაირი ასე ვთქვათ გარანტიები და მექანიზმები 100%-იანი დაცვის. ჩვენ შეგვიძლია რაღაცები გავაკეთოთ და ჩვენი თავი წინასწარ დავიზღვიოთ იმის გაცნობიერებით, რომ ოდესღაც მოხდება შეღწევა, ოდესღაც ჩვენ მოვტყუდებით, ან მოხდება რაღაც ისეთი, რასაც ჩვენ ვერ დავინახავთ. ეს შეღწევა როგორ შეიძლება მოხდეს? ძირითად შემთხვევებში, აი სწორედ რაც აღვნიშნე, მოხდეს SMS-ი, ან ბმული, რომელიც შეიძლება იყოს გამოგზავნილი ძალიან ახლობელი ადამიანისგან და ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას ვხსნით. კიდევ რა შემთხვევები შეიძლება არსებობდეს? ნახეთ, ჰაკერები არ იყენებენ მხოლოდ ტექნიკურ საშუალებებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი აზრი. ჰაკერების უმეტესობა მათ შეტევებში იყენებენ სოციალური ინჟინერიის ტაქტიკებს, რომელიც პირდაპირ დამიზნებულია იმაზე, რომ მოხმარებელთან შევიდნენ ნდობაში და გამოიყენონ ეს ნდობა ბოროტად. ანუ ძალიან კარგად იციან ფსიქოლოგიური ნაწილი, მოხმარებლების ქცევა და ბუნებრივია ის, რომ ჰაკერები იყენებენ მესამე მხარეებს, ანუ თქვენს მეგობრებს, კავშირებს, კოლეგებს და მათ აკაუნტებს და სახელებს და იდენტობას, ეს არ არის შემთხვევითი. მათ იციან, რომ ეს უფრო ადვილი იქნება ნდობის მოპოვება თქვენთან. ლინკები, რომლებიც იგზავნებოდა кейსი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენ ვიცით ამ кейსის შესახებ, ეს არის თილერის გამოყენებით ლინკი, რომელიც ჰაკერების მიერ ხშირად ქირავდება ხოლმე დარქვებში და ეს ლინკი საშუალებას იძლევა, რომ გახსნის შემდეგ მოხმარებლის ტელეფონიდან მისი აქტიური სესიები მოიპაროს. ანუ თქვენი უკვე დამყარებული კავშირი ერთხელ მაგალითად მობაილ ბანკთან ან ნებისმიერ სხვა სერვისთან ეს როგორც სესია ხშირად ინახება თქვენს მობილურ მოწყობილობაში და კომპიუტერში და მისი მოპარვა შეუძლიათ ჰაკერებს ერთი კლიკის საშუალებით. კი ეს არ ჯერათ ხოლმე, მაგრამ რეალურად ერთმა ლინკმა შეიძლება ყველაფერი ასე ვთქვათ ჩამოშალოს უსაფრთხოებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია ლინკების ასე ვთქვათ უსაფრთხოების შემოწმება არის. ბევრი ტექნიკა თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ უსაფრთხო ლინკი, ალბათ ხსნენიათ უამრავი რეკომენდაცია შიფრაციაზე, SSL-ის გამოყენებაზე, მაგრამ ეს იმდენად რთულია და დამაბნეველი, რომ მოდით მარტივ რაღაცებზე გავაკეთოთ აქცენტი, როგორ დავიცვათ ჯერ ჩვენი აქტივები და მერე ვისაუბროთ იმაზე, ამ აქტივებს რა საფრთხეები ემუქრება WhatsApp-იდან, Messenger-იდან თუ სხვა საშუალებებიდან, ხო? პირველი არის ის, რომ თუ ჩვენ საუბრობთ ფინანსურ აქტივებზე, მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივი იყოს დაცული თვითონ საბანკო სისტემაში. ანუ რას გულისხმობთ? ბანკი არ არის პასუხისმგებელი თქვენს ცნობიერებაზე, იმაზე თუ თქვენ ეტყვით თუ არა ვინმეს თქვენს მობილური ინტერნეტ ბანკის პაროლს. ხო, ის არ არის პასუხისმგებელი, სად შეიყვანთ თქვენს პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ამიტომაც ხშირად ჩართულები არიან ხოლმე კამპანიებში, რომ მოხმარებლებს აუხსნან უსაფრთხოების გარკვეული წესები. რასაც ჩვენ ვეძახით კიბერჰიგიენას. თქვენ შეგიძლიათ, რომ თქვენს საბანკო ანგარიშებზე
წარმოვახდინოთ რაღაც გამიჯვნა, მაგალითად, გქონდეთ ისეთი ანგარიში, სადებეტო ანგარიში ჩვეულებრივი სტანდარტული, რომელზეც არ გექნებათ მიმული არანაირი პლასტიკური ბარათი და თქვენი ძირითადი საოპერაციო თანხები, აქტივები გააჩეროთ იქ. გქონდეთ რამოდენიმე პლასტიკური ბარათი, მიზანშეწონილია. რა თქმა უნდა, ხშირად ამბობენ, რომ მაგალითად ბარათის დაზღვევა არის ამის ერთ-ერთი კარგი მექანიზმი, მაგრამ ესეც ხშირად არ არის ბოლომდე მართალი, იმიტომ რომ ხშირად ვერ ამტკიცებენ დაზარალებულები საქართველოშიც, რომ მათ რეალურად კიბერშეტევის გამო დაკარგეს ეს თანხა, რაც მერე ბუნებრივი ანაზღაურებას უკვე აღარ ექვემდებარება და თუ ამტკიცებენ, ამას იმხელა დრო სჭირდება, რომ უკვე აღარ არის კომფორტული მოხმარებლისთვის. ამიტომ დაზღვევა სადღაც ალბათ არის მექანიზმი, მაგრამ თავარი არის, რომ თქვენ გქონდეთ ცალკე ბარათები და როდესაც იყენებთ ონლაინ კომერციისთვის, მხოლოდ მაშინ გადარიცხოთ და მხოლოდ ის თანხა გადარიცხოთ, რომელიც კონკრეტულად იმ ტრანზაქციას სჭირდება იმ დროს. სულ რამოდენიმე წამი ჭირდება ამას, ვიდრე თქვენ შეიძენთ რაიმე პროდუქტს ონლაინ, ან თუნდაც ვიდრე თქვენ თანხას გაანაღდებთ ბანკომატიდან, იმ რამოდენიმე წამით ადრე შეგიძლიათ გადაიტანოთ ერთი ანგარიშიდან მეორეზე და შემდეგ გაანაღდოთ ეს თანხები. ეს რისგან გიცავთ, რომ თუ ვიღაცა არასანქცირებული გზით მოიპოვებდა თქვენ საბანკო დაშვების რაიმე ინფორმაციას ან მობაილ ბანკზე ან საკრედიტო ბარათზე, ეს თანხა მანამდე დაიბლოკებოდა. და თუ არაფერი არ დაბლოკილა, ესე იგი ჯერ კიდევ უსაფრთხოა და ეს რამოდენიმე წამიანი ფანჯარა გამოიყენეთ, დროში შეამცირეთ ასე თქვა ჰაკერების პოტენციური აქტივობა. რომელიმე ბარათის ინფორმაციაზე წვდომა თუ მიიღო ჰაკერმა, სხვა ბარათზე თავისთავად არა, თავისთავად არა, ამას სჭირდება ინტერნეტ ბანკში დაშვება. რაც ამ მეთოდში, რაც თქვენ ახლა მოიტანეთ მაგალითად, ესე მოხდა კიდევაც. ანუ თუ ჰაკერმა მიიღო თქვენი სესია, მოიპარა რაიმე ლინკის საშუალებით, ბუნებრივია ამას გააკეთებს. ძალიან პოპულარული არის საქართველოში 1000-ობით და ალბათ 10000-ობითაც შემთხვევა, როდესაც მოხმარებლებს პარავენ და რაღაცებს ატყუებენ ძირითადად WhatsApp-ის საშუალებებით. აქ ძალიან აქტიურად მუშაობენ რუსი ჰაკერები და მათთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში, რატომღაც ძალიან კომფორტულად გრძნობენ ჩვენს სივრცეში, მათ შორის კიბერსივრცეში ფიზიკურს რომ თავი გავანებოთ თავი და სამსახურებს თავაზობენ, აი WhatsApp-ზე მოვდის შეტყობინება. WhatsApp-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყარო. ნუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ერთი რაც ყველაზე კარგი მეთოდი არის, რომ უბრალოდ გამიჯნოთ. ანუ თუ მაგალითად ერთ ტელეფონზე გაქვთ ძირითადად თქვენი აპლიკაციები და ასე ვთქვათ, ძირითადი აქტივები, მოდით მეორეზე გქონდეთ WhatsApp-ი. ანუ თქვენ შეგიძლიათ, რომ ეს იყოს თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აქ აკეთოთ ყველაფერი და აქ გქონდეთ ნომერიც. უბრალოდ WhatsApp-ი დაარეგისტრიროთ ამ ნომერზე და ეს მხოლოდ გამოიყენოთ WhatsApp-ისთვის. იმიტომ რომ მარტო ლინკები არ არის, შეიძლება ზარით, შეიძლება მესიჯით манипуляციით, ანუ იმდენაირი საფრთხე გააჩნია WhatsApp-ს, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია, ძალიან ბევრი ქვეყნის სამთავრობო ჯგუფებში, პოლიციურშიც, იმდენად აქტიურად იყენებენ, იმდენად სენსიტიური ინფორმაციაზე WhatsApp-ს, რომ ძალიან სერიოზული სამიზნე არის, ყოველდღიური სამიზნე არის და ჩინელები, რუსები, ანუ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ მეორე მხარეს, ასე ვთქვათ, ძირითადად უმიზნებენ სწორედ WhatsApp-ს. პირველი ეს არის, ან თუ არც ერთი გაამართლებს და არც მეორე, უბრალოდ ესეთი ძველი ტელეფონი დაგვაბრუნებს წარსულში, ხო? ანუ ნახეთ, ტექნოლოგიებმა ჩვენ უამრავი რამ მოგვიტანა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ 100 კილომეტრების დაშორებით, შევიზნოთ პროდუქტების ახრიდან გაუსრულებლად, ვიქონიოთ გრანდიოზული კომფორტი, მაგრამ ეს არ არის უფასო. ეს ჯდება ძალიან ძვირი და ეს ძვირი არის ჩვენი პრივატულობა, ჩვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც უკვე AI-ის პირობებში იმდენ საფრთხე შეგვიქმნის, რომ ჯერ არც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ამიტომ ჩვენ ორი გზა გვაქვს, რა უნდა ვთქვათ, ყველაფერზე უარი და დაბრუნდეთ აი აქ. ერთ-ერთი გარანტია უსაფრთხოების არის ძველი ტელეფონი. აქ დაბრუნდეთ, მაგრამ თუ ეს არ შეგვიძლია, რაც ძალიან რთულია, დღევანდელ რაღაც რეალობაში რთულია თქვათ უარი სოციალიზაციაზე და ვარ თანამედროვე სმარტფონებზე, ვიყენებთ პლანშეტებს, ლეპტოპებს და ასე შემდეგ და ხშირად ოჯახის ყველა წევრი ჩართული გვაქვს ამ ეკოსისტემაში, მაშინ მჭირდება რომ გავიგოთ უფრო მეტი კიბერუსაფრთხოებას და ამაზე ინფორმაცია დღეს ნამდვილად არ გვაქვს. სოცქსელები დღეს იქცა შემოსავლის წყაროდ და სამსახურად. განსაკუთრებით ინფლუენსერებზე ვსაუბრობ ახლა, ფულის გამომუშავების ძალიან კარგი წყაროა. ბუნებრივია შეუძლებელია ამის გარეშე ადამიანების ცხოვრება. თუმცა შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, როდის არის ჰაკერი ჩვენს პირად სივრცეში შემოჭრილი. მაგალითად, როდესაც ჩვენ გვაქვს რაიმე სახის კონტენტი, ეგრეთ წოდებული, ანუ ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომელსაც სოციალური ქსელების საშუალებით ვუზიარებთ მომხმარებელს, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დაცული ჩვენი სოციალური ქსელი და ჩვენი პირადი ინფორმაცია. ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება მივხვდეთ და გავიგოთ, რომ ჩვენს პირადი ინფორმაციაზე წვდომა აქვს სხვას?
კარგი, ზუსტად ერთი кейსი გამახსენდა თქვენი კოლეგის აქ ადგილზე, რომელსაც ჰქონდა ეს პრობლემა, არ დავასახელებ, ბუნებრივია, ძალიან დიდი აკაუნთი, საკმაოდ დიდი ფოლოუინგით და დიდი ბაზით, რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდა, უცებ დაკარგა ეს ყველაფერი და ძალიან მძიმე იყო მისთვის არ მარტო ფინანსურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. ხშირად ამის დეტექცია შეუძლებელია. ანუ რიგითი მოხმარებლისთვის ინფლუენსერიც არის ჩვეულებრივი მოხმარებლად განსხვავებული პროფესიით, ხო? მათთვის რთულია ამის ამოცნობა. თქვენ შეიძლება ენდოთ აპლიკაციას, რომელიც გარკვეულწილად გაძლევთ თქვენ ანგარის აქტიურ სესიებზე, ვინმე ხო არ იყენებს თქვენს WhatsApp-ს, თქვენს Instagram-ს, ან Facebook-ს, ერთდროულად რამდენი აკაუნთია შესული, მაგრამ ესეც ხშირად არის მცდარი, იმიტომ რომ ჰაკერი შეიძლება არ იყოს შესული თქვენს აკაუნტზე უშუალოდ და ავტორიზებული თავისი კომპიუტერის საშუალებით, არამედ ის შეიძლება უბრალოდ თქვენს მოწყობილობაზე ფლობდეს მთლიანად დაშვებას. ის შეიძლება ფლობდეს დაშვებას თქვენს კომპიუტერზე. შეიძლება შეტევა იყოს არა მარტო კომპიუტერით, არამედ ტელეფონით. შეიძლება არ ელოდებოდეთ საერთოდ და ვიღაცა მაგალითად შეტევა, სადღაც კიდე უნდა ქონდეს რაღაც ჯიბეში, აი ამ მოწყობილობით განახორციელონ. აი ეს მაგალითად დღეს იყო ერთ-ერთი ინციდენტი ერთ აეროპორტში. აკრძალული არის ამის გადატანა უკვე ძირითადად საზღვრებზე და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰაკერული მოწყობილობა, რომელსაც შეიძლება უამრავი შეტევის განხორციელება. რა არის, რა ქვია? და როგორ მუშაობს? ძალიან ცნობილი არის საქართველოშიც, ვინც ამ სფეროში მუშაობს. და უბრალოდ იმის დემონსტრირება და თქვა სურს, რომ შეტევა შეიძლება ესეთი პატარა საყვარელი მოწყობილობითაც განხორციელდეს და დეტექცია ამ ყველაფრის არის ძალიან რთული. ამით შევა მაგალითად მოპარვა თქვენი ჩიპების, დაშვების, ბარათების. როგორ მუშაობს ეს მოწყობილობა? აი როგორ რადიოს სიხშირების საშუალებით შეუძლია ყველანაირი манипуляცია. შეუძლია თქვენს ტელეფონში მაგალითად Bluetooth-ის გამოყენებით მოახდინოს ინექცია მავნე კოდის. შეუძლია ახლა შეიძლება რომ ჩემს ტელეფონში არსებული ინფორმაცია ამ მოწყობილობით მომენტალურად არ იქნება სწორი, რომ მომენტალურად როგორც ფილმებში ხდება, ხშირად რეალობა ბევრად მძაფრი და რთულია და უამრავ საათს და მოსაწყენ რაღაცებს უკავშირდება, ხო? მაგრამ ის რომ თქვენს ტელეფონში მოხდეს მავნე ინექცია, შესაძლებელია. შესაძლებლობა ერთ-ერთი ვექტორი გახლავთ BLE, ანუ დაბალი სიხშირის Bluetooth-ის სიგნალი, რომლითაც მაგალითად თქვენი მოწყობილობა სულ ისმენს, ელოდება ახალ მეგობრებს, ახალ მოწყობილობებს. მაგალითად შეგიძლიათ AirPods-ი და დაგიდიათ მაგალითად iPhone-თან ახლოს, iPhone-ი გთავაზობს ავტომატურად, რომ დააყენოთ ეს და დააკავშიროთ AirPods-ი. ეს ხდება როგორ რომ ერთმანეთს ეს მოწყობილობები უსმენენ, სულ ელოდებიან და აი ამ დროს როცა ელოდებიან და ფიქრობენ რომ შეიძლება იღებენ ისევ ისეთივე სიგნალს, რომ აი ახალი AirPods-ი მივაერთოთ მოწყობილობას ან რაღაც ახალი დევაისია, რეალურად ეს იყოს მავნე კოდი, რომელმაც მოატყუა თქვენი ტელეფონი და ტელეფონმა მაინც აღიქვას როგორც მიკროფონი და ყურსასმენი, მაგრამ რეალურად ეს იყოს მავნე კოდი, რომელსაც დაშვება აქვს მიკროფონსა და ყურსასმენზე. შეტევების ტრაექტორიები და საფრთხეები იმდენია, ნამდვილად ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის გადმოცემა და კიდევ უფრო რთული იქნება ამ ყველაფრის მოსმენა, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად кейსში, როდესაც ვასწავლით კიბერუსაფრთხოებას, ან დაზვერვას, ან ნებისმიერ ჩვენი მართულებაზე, პირველი ეს არის ცივი შხამი, როდესაც პირველ დღეს ვეუბნებით ყველა იმ პოტენციურ საფრთხეს, რაც მათ წინაშე არის და უბრალოდ ვერ ხედავენ და ეს მათ შორის ბევრი გამოცდილი და უკანმოქმედი სპეციალისტი მოდის და მათაც კი ასე თქვათ შოკში აგდებს, რაღაც რთულია და მე ცოტა დაგვრცინიან ხოლმე მაგაზე რომ პარანოიკებად ვაყალიბოთ ადამიანებს და ჩვენს პარანოიკები ვართ, მაგრამ ხო რეალურად უსაფრთხოების ყველაზე ერთ-ერთი კარგი უნარი და ინსტინქტი ალბათ არის ცოტა პარანოია. მაგრამ შენ გაიჩვენებს რაღაცები, ეს გაძლევს ფხიზელ თვალს და იმის ასე თქვათ უნარს რომ დაფიქრდე, გაიაზრო ვიდრე რამეს დააჭერ. ერთი კლიკით ნამდვილად და ეს ცოცხალი მაგალითია ამის, შეიძლება თქვენი მნიშვნელოვანი აქტივობის მითვისება. შეიძლება დაკარგოთ თქვენი პრივატულობა, შეიძლება მოგისმინონ, გითვალთვალონ, ყველაფერი წაკართვა, ყველაფერი დაკარგოთ, მათ შორის ბიზნესი როგორც ინფლუენსერმა, გარდა იმ შემთხვევაში, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ წეღან, ანუ კონკრეტულ ინდივიდზე იყო საუბარი ინფლუენსერზე, მე მინახავს კომპანიები საქართველოში, მინახავს ტელევიზიას მათ შორის, რომელსაც უზარმაზარი ბაზა დაეკარგა ერთ საათში ეს ყველაფერი და ხო ეს ყველაფერი რეალობა ეხლა როცა ჩვენ საუბრობთ ახლაც კი მიმდინარეობს კიბერშეტევები. არის იმისთვის შექმნილი რომ დაიცვას თავი კიბერშემოტევებისგან. ეს მექანიზმები რამდენად ყოველთვის ამართლებს? მექანიზმი ეფექტურია შექმნიდან რაღაც ძალიან მოკლე დროის განმავლობაში, ვიდრე ამას ჰაკერები გაიგებენ. ყოველდღიური ბრძოლა იმაზეა რომ ჰაკერებმა ნახონ ახალი გეფები, ახალი ფანჯრები შეღწევის, ახალი მოწყობილობები და უსაფრთხოებამ ჩაკეტოს და ახალი ინოვაცია გააკეთოს, მაგრამ
იმდენი არის უკვე ეს საფრთხე, იმდენი მოწყობილობა, რომ მხოლოდ ერთი პერსონალური კომპიუტერი მოვიღოთ, არამედ თუ ქსელი სამსახურეობრივი, ძალიან დიდი დრო, ენერგია და ხშირად რესურსი სჭირდება, რომელსაც კომპანიები უბრალოდ არ გამოყოფენ. შესაბამისად, ხშირ-ხშირად უნდა ვცადოთ ეს დაცვის სისტემები ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მოკლედ რომ გვიპასუხოთ. თავარი არის რომ გავიაზროთ, კიდევ ერთხელ შეიძლება რაღაც ტრივიალურს ვამბობ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წლებია კიბერუსაფრთხოების სფეროში ვარ, თუ ამრავ ტექნიკურ ამასთან გვაქვს შეხება, ჯერა რომ ამაზე კარგი რამის რჩევა ახლა არ შეგვიძლია, რომ თავარი არის ჩვენი ქცევა. არ ვენდოთ, გქონდეს ნულოვანი ნდობა სისტემებთან და დავინტერესდეთ კიბერუსაფრთხოებით, იმიტომ რომ კიბერუსაფრთხოება არ არის რაღაც ცალკე პროფესია, ცალკე დარგი. ჩვენი ცხოვრების შემადგენელი იურისტი, ჟურნალისტი თუ ექიმი, ყველას გაქვთ რაღაც ისეთი, მithumetes ჟურნალისტებს შეიძლება ქონდეთ საგამოძიებო ჟურნალისტიკის თემაში ისეთი წყაროების დაცვის ვალდებულება, რომ პირდაპირ ვიღაცის სიცოცხლეზე გადიოდეს, ასე ვთქვათ, რისკები, ამიტომ კიბერუსაფრთხოება ჩვენი ყოველდღიურობაა და უბრალოდ უნდა დავინტერესდეთ. ძალიან დიდი მადლობა, არ ვენდოთ სისტემებს და დავინტერესდეთ კიბერუსაფრთხოებით. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის. ჩვენი